დღევანდელ ვიდეოში ისევ გამოვცდი TikTok ხრიკებზე, გავიგებ თუ რამდენად გამოსადეგია ისინი. სულ გექნება 10 ხრიკი ტრადიციულად და მაქსიმალურად შევეცადე, რომ რაც შეიძლება საინტერესო ხრიკები აღმოჩნია. თუმცა სანამ ვიდეოზე გადავალთ, მინდა გთხოვთ, რომ არხი გამოიწოვოთ და ვიდეო დაალაიქოთ, რადგანაც როგორც ისიც Hungry-Man-მა დამა ჩელენჯა და 6 თვის განმავლობაში თუ ავალ 100,000 გამომწერზე, რაღაც ძალიან მაგარ საჩუქარს გამიკეთებენ, ასე რომ გამოიწერეთ. და დიდი მადლობა Hungry-Man-ს რომ გვერდში უდგას ჩემს სახლს და ეხმარება განვითარებაში. პირველი ხრიკის მიხედვით, თუ ჩვენი მაკრატელი არის ბლაგვი და ვეღარ ჭრის ვერაფერს, იმ შემთხვევაში თუ Fall Guys გადავჭრით, პასრი გახდება. ახლა შევამოწმოთ გალესვამდე, როგორია ჩვენი მაკრატელი. ეს, რა ვიცი, შეგვიძლია გადავაკეთოთ. ჩემს ოპერატორს მოხდა თავში. კარგი, ახლა მე მოვახევ Fall Guys. რაღაც უცნაურად მოვახიე, მაგრამ არ აუშვეს რა მნიშვნელობა აქვს. ეხლა უნდა გადავკეცოთ ეს და უბრალოდ უნდა გავჭრათ. ჩვეულებრივად. ჩემი აზრით არ იმუშავებს. არ მგონია ამან უფრო ბასრი გახადო ჩვენი მაკრატელი, მაგრამ ვცადოთ. სხვათა შორის თითქოს და უფრო ბასრია. ანუ რაღაც დიდი და გასაოცარი შედეგი არ მოგცა, მაგრამ იმუშავა. ჩემ და გასაკვირად იმუშავა. ხო, ნუ ამ ხრიკს დავუწერ 10-დან 7-ს. ბევრი არაფერი გავუკეთებია, მაგრამ ნუ რაღაც ხო გავაკეთე, შეიძლება რა გამოუვა სიტუაციაში გამოგადგეთ, ასე რომ 10-დან 7. შემდეგი ხრიკისთვის დაგჭირდება ჩიპსი და მაკრატელი, რომელიც წერან გავლესეთ. არ ვიცი, ვინც გეიმერები ხართ, ან ჩემსავით ძალიან დიდი დროის გატარება გიწევთ კომპიუტერთან, ალბათ გქონიათ მომენტი, რომ ჩიპს ჭამთ კომპიუტერთან და გაღიზიანებთ რა ეს ცხიმიანი ხელებით მე კლავიატურაზე წერა და ასე შემდეგ. ხო და ამისათვის ვიპოვე გამოსავალი. მე რა TikTok-მა მაპოვნინა. ესე იგი, ჩიპს უნდა მოვაჭრათ გვერდები. ეს ერთი მხარე. ეს მეორე მხარე. მე რა შუაში გავჭირს ასე. ამ ქაღალდეს მე ესე გადმოვატრიალებთ. აუ სანამ ეს გავაკეთე აღარ მინდა აღარ ჩიპსი და არაფერი. ძალიან სულელობაა, მაგრამ აი ესე თითებზე ჩავოისმევთ და ამით უნდა ჭამოთ რა. всё ეს არის. ანუ რეალურად ამ წვალებას მე მოიჯობია ისე ხელი ჭამო და მე გაიბანო ან გაიწმინდო, მაგრამ ან სულელობა რაღაცა. ისე პრინციპში რაც უფრო პატარათი მოვაჭრით და უფრო ვიწრო იქნება, ალბათ უფრო გამოსადეგია, იმიტომ რომ მე ძალიან დიდზე გავჭერი და მძვრება. ასე რომ ალბათ რავი, ჩემშია პრობლემა. როგორც ყოველთვის. ეს ხრიკი ძალიან ადრე შემხვდა და ძალიან მაინტერესებდა მუშაობდა თუ არა, ხო და ახლა გამოვსდი. დაგჭირდება წყალი. ხოლო წყალი, მეტი არაფერი. აქ შეიძლება ყოფილიყო თქვენი სასმელი რეკლამა. წყალი უნდა შევდოთ საყინულში 30 წუთით, რომ გამოვიღებთ წესით და რიგით და ასე დავარტყავთ ვაგიდაზე, უნდა გაიყინოს. არ ვიცი რამდენი იმუშავებს, მაგრამ რავი, გავტესოთ, ვცადოთ. აქ ვარ მეგობრებო, ჩავდებ და დავუბრუნდები ახლა. 30 წუთიანი ტაიმერს ჩავრთე და ნახევარ საათში ზუსტად გავიგებთ იმუშავა თუ არა ამ ხრიკმა. ნუ მართალია, ახლა ვერ გეტყვით ამ ყველაფრის პასუხს, მაგრამ მოგვიანებით ვიდეოში იქნება სადმე, ასე რომ დაელოდეთ. სანამ ჩვენ შემდეგ ხრიკზე გადავალთ, შეგახსენებთ რომ არხი გამოიწევთ და ვიდეო მოიწონთ. ვიდეოს მოწოება ნიშნავს უფრო მეტ ნახვას და არხის გამოწევა ნიშნავს უფრო მალე ასვლას 100,000-ზე. ხო, ალბათ თქვენც ჩემსავით იტანჯებით ხოლმე, როცა ძაბს ნემსში ვერ უყრით. ხო, ახლა არ ვიცი რამდენად ხედავთ. ნემსი რო ხელში მიჭირავს, მაგრამ ხელში მიჭირავს. და ასეთი ხრიკი ვნახე TikTok-ზე. დაგჭირდება კბილის ჯაგრისი, ჩვენ გალესილი მაკრატელი. შეგვიძლია ისე ოპერატორს ვისურვოთ. თუ ძაბს დავდებთ ჯაგრისზე. აი ასე. მე აი ამ ნემს აქ დავდებთ და ამ ნემს უბრალოდ დავაჭერთ ამ ძაბზე რა. ხელი მიკანკარებს ვერ შვები. არ მუშაობს. ჩემ ნემს ხო არ აქვს პრობლემა რა. ამას ზანწული როგორც აღმოჩნდა, ჩემი ნემსი ყოფილა სხვანაირი. სპეციალურად ჩემნაირი ადამიანებისთვის, აი ესე უბრალოდ ზოგადად ჩავუასწრებ ძაბს, ხოსო ჩაჯდა. აი ეს. მოჩა. ხო, ასე რომ ვისაც ასეთი ნემსი გაქვთ, ეს არ დაგჭირდებათ. ნემს არ ვესვი, მოდი ოპერატორს ცოდვა. ალბათ გაგიჩნდებათ ახლა კითხვა თუ რატომ აქვს Coca-Cola და ჭიქები? თან ორი ცალი. სტუმარი მყავს ვინმე? არა. ნუ Coca-Cola-ის დასხმისას ეს Coca-Cola ძალიან ქაფდება. ხო, ნუ რავი, პრობლემა მე მგონი არ არის ამაში. მე ვერ ვხედავ პრობლემას, მაგრამ ესე იგი ჭიქა უნდა დავადოთ თავზე Coca-Cola-ს. აი ესე. ამოვატრიალოთ. ეს ვაგეთ. და ნელ-ნელა უნდა ავწიოთ ზევით. ნუ, კი, იმუშავა რეალურად. ანუ ვერაფერს იტყვი, იმუშავა. აკაფების გარეშე დაისხა, მაგრამ უბრალოდ ნელა რო დაასხა. მუშაობს, მაგრამ გამოყენებაში ვერ გამოიყენებ რა, ასე რომ დავუწერ 10-დან 0-ს. ახლა კიდე კითხვა გაგიშება თუ რატომ იდევს მიცელარული თუ მიცერალური თუ მიცელაირე რაღაც და ბამბა რატომ იდევს? ეს როგორ გავხსნა? მოდი კაცური ხერხით გავხსნა. კარგი, ამოვიღოთ ახლა ერთი ცალი მრგვალი ბამბა და ესე იგი. თუ აუ უკაცრავად ეს რაში გამოიყენება? მაკიაჟის მასაცილებელი, ნუ მაკიაჟი რო ვთქვი, ესე იგი ახლოს ვიყავ. იმ გოგონამ როგორც აჩვენა TikTok-ში, ესე იგი, არ არის აუცილებელი რომ ესე წაისვა. და რას აკეთებ?
მოკლედ ესეთი ბუშტები გამოუშვა. აჩვენა რომ ეს ბუშტები უნდა დაიდო სახეზე და ამით გაიწმინდო და არა ანუ თვითონ სითხით. გოგო გამოგადგება თავად მე ხარ ვიცი საშუალო გამოიყენო მაგრამ სახალის ვავით გავერთობი ხოლმე მეგობრებო. და მალე აღარ გიქნება ვიცელა მაგრამ ნუ გამოყენებაში დაუწერ 10-დან 0-ს ჩემ შემთხვევაში. ნუ გოგოებმა დაწერთ რამეში თუ გამოიყენო. შეგახსენებთ 100.000-ზე უნდა ავიდეთ 6 თვის მანძილზე. გამოიწევთ არხი. კარგი, შემდეგი ხიკისთვის დაგჭირდება ფენი, პირბადე, ბოთლი და დანა. და ისევ მომიწევს ბოთლის გადაჭრა წინა TikTok-ის ნაწილშიც გადავჭერი და მაშინ ვთქვი რომ ასე იდეალურად ბოთლი აზოს გადამიწრია თქო და ახლა ვნახოთ აბა როგორ გადავჭრი. წინა ბოთლი უკეთესად იყო გაჭრილი მინდა ვთქვა, მაგრამ ნუ ამასაც არ აუშვებს. კარგი, ახლა უბრალოდ უნდა ავიღოთ პირბადე, მოვათავსოთ ფენის უკანა მხარეს, ასე გადაუჭიროთ. ერთ მხარეს, მე მეორე მხარეს. ასე დამგვარად, აი ესეთ რაღაც უნდა მივიღოთ და ცოტათი მაგიდა უნდა დავანაგვიაროთ, ნუ ასე მიწევს რა ვქნა. ასე კეთდება მტვერსასრუტი. ბოთლს თუ გავუმაგრებთ აქ და ჩავრთავთ, ეს უნდა შეიწოვოს. რა მაგარია, მუშაობს. აუ რა მაგარია. просто დამწვერს უნდა ხო არ გადავწვე ფენი. შემდეგი ხრიკისთვის დაგჭირდება ჩემი საყვარელი დორიტოსი, ნუ იდეაში ნებისმიერი ესეთი შეკვრა დაგჭირდებათ, მაგრამ მე დორიტოსი მიყვარს და დორიტოსი ვიყიდე. უი, მეგობრებო, ლეისიც გქონდა ვიდეოში. თქვენ დაწერთ კომენტარებში რომელი გირჩევნიათ, დორიტოსი თუ ლეისი. მე პირადად დორიტოსი მირჩევნია. და ისევ დაგჭირდება ჩვენი მაკრატელი. მოკლედ დღეს მე მგონი ყველა ხრიკში გამოვიყენეთ მაკრატელი რაღაცაში და აშკარად ღირდა პირველ ნაწილში მაკრატელის გალესვა. და როგორც ვიდეოს ავტორი გვეუბნება, უნდა ამოვჭრათ ნებისმიერი სტილის პაკეტი, აი, ასე. და შემდგომ როცა გამოყენება აღარ გვენდოება, უბრალოდ შევკრავთ და შევინახავთ. ნახოთ რამდენი მუშაობს. აი ესეთი რაღაც გამოვიდა. ახლა დავიწყე ჭამა. ამ ძალიან გემრიელი რაღაცის. ნაცვარში გვიდევს წყალი. და იმედია მალე გავანახევარს რაც რომ ამულგორე გავმუშაობს თუ არა. ახლა კი ნუ რა თქმა უნდა შევჭამე რავი რაც საჭმელი იყო და ეს მომკიდავ ხელს. ნახევარი ხელში შემჭა. არა ნუ შეიკრა მაინც. მაგრამ მე მაინტერესებს ვინ ტოვებს საერთოდ დორიტოს. შემდეგი ხიკისთვის დაგჭირდება 4 ცალი კოზი, ელემენტები და ხურდა. როგორც ვიდეოში ჩანს, კოზები უნდა დავაწყოთ ანთარნიდერობით. რაღაც მე ეჭვება რომ ამ ხრიკმა იმუშაოს, იმიტომ რავი. არ მგონია რა. ხურდას ჩავდებ შუაში, ზუსტად და ელემენტებს დავაწყოთ კოზებზე. და ნუ ვიდეოში როგორც დავინახეთ, რაც უნდა მოხდეს, კი გავიგეთ, მაგრამ ნუ არ მგონია ეგ რაღაცა ახლა მოხდეს აქ, მაგრამ დავიწყოთ მაინც გავიგეთ. კარგი, არ მუშაობს, ეს არის სისულელე, რა ვიცი. მოკლედ ელემენტები სადაც არის კავშირში, იქ არაფერი არ მუშაობს, საერთოდ გაითვალისწინეთ, ასე რომ სადამე თუ შეგხვდათ ხრიკი, რომელშიც არის ელემენტები გამოყენებული, ესე იგი არ მუშაობს, არ გამოიყენებთ. დღეისთვის ბოლო ხრიკი არის ძალიან ტრენდული ვიდეო TikTok-ზე, ეს ჩანგალს რო დებენ ასე კბილიშხიზე და რომ მოძრაობს რა, ბალანს რო იჭერს. ხოლო მაინტერესებს იმუშავებს თუ არა. ახლა მე დავუღუნავ ჩანგალს. კბილიშხი უნდა გავუყაროთ, აი აქ, აი ასე. უშავს. კარგი, ახლა ხელს მივარტყავ და ნახოთ რამდენად დატრიალდება და დაიცავს წვასწორობას. აუ, მაგარია. კარგი, ნუ იმუშავა. თავარია გაის რომ იმუშავა. მართალია ორი ჩანგალი ვიმსხვერპლე, მაგრამ არ აუშვებს. ნუ რა თქმა უნდა, ამას ვერაფერში ვერ გამოიყენებთ, მაქსიმუმ უბრალოდ გაერთოთ. მაგრამ კარგი რაღაცაა რომ ეხლა ძალიან გავიხარდა რომ იმუშავა, არ მეგონა რომ იმუშავებდი. და მეგობრებო, როგორც ხედავთ, ნუ რავი, ნახევარი საათი გავაჩერე, როგორც ვიდეოში იყო ნაჩვენები. და მოძრაობს ჩაულებრივი რა. და ახლა წესდერით ამას თუ დავარტყავ, ეგრევე უნდა გაიყინოს მომენტალურად და არ მგონია ამან იმუშაოს, მაგრამ რა ვიცი, გავტესტოთ. ახლა ეს უბრალოდ ცივი წყალი გამოვიდა. ზოგი ვიდეო ამბობდა რომ 2 საათნახევარი უნდა ჩადო, ზოგი ამბობდა 1 საათს, ზოგი ამბობდა ნახევარ საათს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არ იმუშავა. თქვენს გატესტეთ და დამიწერთ კომენტარებში იმუშავებს თუ არა თქვენთან. მე კიდე გემშვიდობებით, არხის გამოწერა და ვიდეოს და ლაიქი ვარ და გავიწყდეთ. ჩვენ კიდე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace.